მადლობისა მეგობრებო, ყველას ბედნიერება, სიხარული და კარგი განწყობა. დავიწყოთ ჩვენებურად. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ნევადის შტატში. და ესე მოვდივარ. არც ტელეფონი იჭერს, არც კავშირია, არც ინტერნეტი თავისთავად. ერთი უკვე ასე მივდივარ, ლას-ვეგასიდან გამოვიდი და მივდივარ აიდაჰოში, ასე მოკლეგზებით მივდივარ და ცენტრალიზებით არ არის, მაგას გულისხმობ. რაღაცა იმის იმედით, რომ რაღაც საინტერესოს ნახავთ. გავდივართ ასე ზოგჯერ ხო მიდიხარ უდაბნოში, უცბად პატარა დასახლებებია ხოლმე რა. და მე ვფიქრობ, რომ ვინ ცხოვრობს აქ, რა უნდათ, რა საკეთებენ. ესეთი ბენზინგასამართ სადგურში გავჩერდი რა, პატარა რაღაცას ვიყიდი, მეთქი შევედი, იმხილა მაღაზია იყო. მე გამყიდებთან გამოვესაუბრე რა. მეთქი აქ ვინ ცხოვრობს, მეთქი population-ი რამდენი მოსახლეობა მეთქი და იქ ერთი ბენზინგასამართი ხო იყო და ასეთი რაღაცა მითხრა, იქითო 5 კილომეტრში 18 კაცი ცხოვრობსო. რაღაც სახელის მეუბნება იყო 5 კაცი ცხოვრობსო. 5 კაცი თუ ოჯახი მეთქი. არა კაციო. ალბათ ყველა ერთმანეთს იცნოთ მეთქი, არა? კიო, ვიცნოთ და ერთი არიან დაკავებული მეთქი, აი რა საკეთებ, რას მუშაობენ და ავიცი ზოგსაც რო ხაყავსო, ზოგსო აქ პატარა კარიერებიო და იმას ამუშავებენო. და მე თვითონ მკითხა საიდან ხარო და მე ვთხარი from Georgia. ეს სად არისო? მე ვთხარი ევროპაში მეთქი. და მე მინდოდა მეჩვენებინა რუკაზე. მაგრამ ინტერნეტი რო არ მუშაობდა მეთქი, მე აუსენი მეთქი თურქეთი, ირანი, რუსეთი. ხო, გასაგებიო და გაუხარდა მეც ჩემი წინაპრები ევროპელები არიან, ჩვენ უნგრელები ვართ. ეს მომეცა საშუალო მეთქი უნგრეთი ისეთი მაგარი ქვეყანა, ბუდაპეშტი, იცი რა ლამაზი ქალაქია მეთქი. ხო, ბიძა ჩემი ცხოვრობს იქაო და სულუყებაო და მეთქი შენ ამყოფი ხარ მეთქი და ცხოვრებაში არ ყოფი ვარ. და წარმოიდგინეთ, არ გავსვარ სოფლიდან. სოფლიდან დასახლებიდან და ლას-ვეგასში ამყოფი ხარ მეთქი და ერთხელ ვიყავი რა. და ლას-ვეგასი აქედან არის რაღაც ერთი 100 მაილში რა. თავიდან ასეთ რაღაცას რო გავიგებდი ხოლმე, რომ ამერიკელი ნიუ-იორკში არ არის ნამყოფი, ლოს-ანჯელესში არ არის ნამყოფი, კით ქალაქებში არ არის, ყოველთვის მიკვირდა ხოლმე რა. აი ნიუ-იორკში არის სასაცილო, აი ხო დავდივართ აქ შტატებში და ქალაქები პროვინციული მეში ვარი ხო ცხოვრობენ და ზოგჯერ რო უკითხავთ ხოლმე საიდან ხან ან მართვის მოწმობას რო ნახავენ ხოლმე რომ ნიუ-იორკიდან ვარ, ასე მიყურებენ ხოლმე რა, ნიუ-იორკში ნამყოფი ხარ და ამას მეცე მე ნიუ-იორკელი ვარ და ამ ნიუ-იორკელი ხარ შენ. ხო აი ისეთ გვამიდა იცი აი ასეთი ადამიანები ძალიან ბევრი ცხოვრობენ, ხო დიდია ამერიკა და არის ისე დასახლებებში და ასეთ მithumetes ასეთ ადგილებში ცხოვრობენ, მთელი ცხოვრება აი ესე სიწყნარში და სიმშვიდეში არიან. აქ პატარა საქმე, პატარა მაღაზია, უმეტესად თქვა ძროხები და თავის მიწის იმას საქმიანობას ეწევა. ცხოვრობენ რა. თავიდან მაგრამ იკვირდა, მაგრამ ეხლა ჩვეულებრივი ამბავია. და არიან ძალიან, აი როგორ გითხრათ, იცი, ბავშვებივით არიან, ისე უხარია საუბარი, ლაპარაკი. თითქოს მათ ცივილიზაცია საერთოდ არ შეხებიათ. არის ასეთი ადგილები. ჩვენ გონია ამერიკა დიდია და ყველა ამერიკელი განვითარებულია და კაი გაგებით ვიძახი რა, გამოსულია და არა, არიან თავისი ცხოვრობენ. თავის ყოველდღიურ ცხოვრებას ეწევიან. კაფეს სტილშია და დაგეტილია. ზოგადად ეხლა ჩვენ ეს რო გავიგოთ ეს პრინციპი ძალიან მარტივია. ამერიკა რო აღმოაჩინეს, ამოვიდა მთელი ეს ხალხი, იმიტომ მოდიოდნენ რომ თავის ფინანსური მდგომარეობა გამოესწორებინა და ეს ძედებოდა საუკუნეების განმავლობაში. მე მოდიოდნენ, მე ვინმე რო წამოვიდოდა, დასახდებოდა, რაღაცას გააკეთებდა, ზოგი
ქალაქი განვითარდა, ზოგი არ განვითარდა და აი პროცესი ყოველთვის მიდის და ალბათ ადამიანი რო წამოვა მე რო ასაკიც ხეს არ უწყობს ან ფიზიკური მონაცემები ახალგაზრდობაც გადის და ჩებია და მე ძროხა შეიძენს ან რაღაცა პატარა მეურნეობას გააკეთებს და იმით კმაყოფილდება. შვილი გაუჩნდება, შვილი და ისინი საერთოდ ჩებიან. თუ ცოტა ცოცხალი და აქტიური ტიპია ეს ადამიანი, ვისაც უნდა რომ განვითარდეს ზოგი მიდის ქალაქებში და განათლებას ღებულობენ ანისა და როგორც ხდება რა ცხოვრებაში პროცესი, მაგრამ ბევრიც აქ ჩებია. ახლა წარმოვიდგინეთ ახლა ასე გზებზე მოდიხარ, ჩვენნაირი ასე ტრაილერებს ძინავთ, ახლა ტრაილერის ზღულებს ასე მოდიან და რაღაც პერიოდულად ჩვენც აკვირდებით ახალ გარემოებას. რა ცოტა ველურად გამოიყურება ეს ყველაფერი, მაგრამ ასეა თუ ისეა ფაქტია. ამ კრამალებში და უდაბნოებში ხალხი ცხოვრობს. თუმცა გახსოვთ ჩვენ ადრე რამდენიმე ვიდეო გადაღებული აქ მიტოვებული კარიერები რო იყო და გახსოვთ ალბათ მე მაშინ კაცო დაველაპარაკე ალიასკაში ცხოვრობდა და მე წამოვედიო და გავსახდიო. ჩვენ კიდევ აი ესეთი სიარსვიარულით დავათვალიეროთ ნევადას. ნიადა გახსოვთ ხო ნიადა ესპანურად ნიშნავს თოვლიანი მთები. მთები კი არის, მაგრამ თოვლი არ არის. ჩრდილოეთში ამათ გამოჩნდება. რამდენი ძროხები ყოლია. ეხლა ძროხების ბიზნესი ესაქონლება ცუდი რამ არ არის რა. ნევადაში ძალიან ბევრი სამხედრო ნაწილებია. ის ადამიანი რომ სამხედრო ნაწილში მოვალეობაში ასრულებს ასაკში რომ პენსიაზე გადიან ხოლმე და მე პენსიონერები რჩებიან ეს ადგილებში რჩებიან ხოლმე რა. ის სტაბილური შემოსავალი აქვს პენსიის სახით და მე რაკნას და ფუჩუნებს რა იტყვიან რა. და იმას უნდა პალახის ბიზნესი აქვს. ამერიკელებს ეს აქვს კარგი რომ სადაც არ უნდა გაჩერდე რაღაცა ინფორმაციას მიიღებ. მედია ჩვენს რაღაც საინტერესო ადგილას გავჩერდებით და ინფორმაციას მივიღებთ აქაური ადგილების შესახებ. და ჩვენებურად გაჩეგვილია დავათვალიეროთ მანქანის ფანჯრით. დასახლებას ვეძახი, მაგრამ რაღაცა 2-3 სახლი დგას რა. არცა დგას, 1, 2, 3 და სადღაც შორს ხედავ კიდევ რაღაცა სათავსოები. ნახე, რამდენი მანქანა ყურია. ატუპი აშკარად ეს ბალახის ბიზნესია. ესაკონეობა ესაკაი ძროხები ყავთ და აი ეს ბალახი. იცით ხო ბალახის ბიზნესი ეს ბალახი გაიზრდება, მე იმას კრიჭავენ, ტოკებად ამზადებენ, ზოგი თავის ძროხებისთვის ყავდა, ზოგი უკვე გასაყიდად აქვთ. ამას რა ბიზნესი აქვს შემოღობილია, მაგრამ ძროხები არ ჩანან. აი ამ შვენიერი სახლია, 4 მანქანა მიუღებია. ამას პატარა სახლი მოყრება, 3 მანქანა უღებია.
ცხოვრებას მე გადავხედე ნევადის კანონმდებლობას თუ ასე ვთქვათ, რაღაც დამაინტერესა. პრობლემა არ არის. თუ ადამიანი მოინდომებს ცხოვრებას, ყველანაირ პირობებს უქმნია. მოდი, აგერ მიწები რამდენიც არის. შეღავათებია, არც გადასახადს მოთხოვენ, არაფერს არ მოთხოვენ და თუ მოთხოვენ, იმდენად მიზერულია, რომ პრობლემა არ არის. მაგრამ მაინც ზაფხულში აქ ძალიან ცხელა ზამთარში ისე რა, მაგრამ მაინც ხალხი ეთქვა, მაინც არ აქვს. თუმცა ალბათ ადამიანები ვისაც თავის ცხოვრებაში რაღაცა პრობლემები შეექმნა და თავის სივრცეში, თავის ქვეყანაში, თავის გარემოში, ქალაქში ვერ აეწყო არ დაედგომება. შეუძლია მოვიდეს და დასავლდეს და დაეწყოს თავის საქმიანობა. ესეც ადამიანზეა დამოკიდებული. ძალიან ბევრი პატიმრები ჩვენ ადრეს ვილაპარაკი ამ თემაზე. ამერიკას აქვს ასეთი პროგრამა. თუ ადამიანი დააშავებს და ციხეში უშვებენ და ასეთ ვარიანტს ეუბნებია გააჩნია ახლა როგორი ახლა კაცის კლერს და ძიმე დანაშაულს, ვისაც ძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, იმას არ ეუბნებია, მაგრამ ესაც სულ რაღაც 5 წელი, 6 წელი რაღაც ისეთ თავრობა რო ჩათვლის რომ არ არის ამ ადამიანის გარეთ ყოფნა საშიში, თავაზობენ ხოლმე რომ აი თუ გვაქვს 5 წელი, შეგვიძლია 5 წელი გაატარო სადმე საგანში, თუ არა შემოგთავაზებთ. მოგცემთ ასეთ მიწას, მოგცემთ საცხოვრებელ ადგილს და იქიდან არ გამოხვიდეთ და აი ესეთ ადგილებში ძალიან ბევრი პატიმარი მოდის და იწყებს თავის ცხოვრებას. ძალიან მაგრა ეს პრაქტიკა გავრცელებული ამერიკაში. მოდიან ასეთი ადამიანები, ზოგს როხამავს, ზოგს ცხვარი, ზოგს და ესე ცხოვრობენ, მე ცორს მოიყვანს, მე ბავშვები გაუჩნდება და უჩევნიათ და ზოგი რჩება და რჩება. ზოგი ახლა თუ გამოუსწრებელი ვინმეა, ის ხო აიც ვერ გამოსწორდება. სტივენ კინგს აქვს ასეთი მოთხრობები, აი თემ ვისაც სტივენ კინგს გაცნობია მის ლიტერატურას, ხო? აი მან ძალიან ხშირად არის მის რომანებში აი ასეთ ადამიანებზე ამბები. უყვარს სტივენ კინგს ასეთი ადამიანების მოპოვება და აქტუალურად მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ აი ამერიკა რო გაიგო თავისი ცხოვრების სტილი, ცხოვრების აცხოვრებელთა ხასიათით, უნდა წაიკითხოს სტივენ კინგი. ძალიან მაგრა გამოსდის. კარგად აღწევს ახლა ამერიკით აქ რო ადამიანი დასაქმება, საქმეს გააკეთებს, აფიქრებია, რაზე უცნებობს, რა უნდა და ძალიან მაგარ წერას კარგად აქვს აღწერილი. სხვათა შორის ეს პრაქტიკა ჩვენ ქართულ მეფეებსაც ჰქონდა. აი ჩვენ ისტორიკოსები რატომაც არ ამბობენ ამას, მაგრამ აი მაგათ ავიღოთ ხა მედია საწყინად არ მიიღებენ ჩვენი მოხევეები, მაგრამ აი კიდე მთებში და იმეებში ძირითადად აი მეფეს მე თუ არ მოეწონება და ან რაღაცა დააშავებდა სასაზღვრო ნაწილებში აცხოვრებდა ამ ხალხს და იქ თავის მეურნეობას აწარმოებდნენ იქ მაცხოვრებლები და ქვეყანასაც იცავდნენ. სხვათა შორის კაი რაღაცაა რა, გახსოვთ ადრე პატრიარქმა ეპისტოლეში ხშირადაა გამოცემული, რომ მაშინ მიშას დროს მიშა რო ციხეებს აშენებდა თბილისში და ქვიმაში რა ქვია რუსთავში და მთელი ამბები პატრიარქმა უთხრა მოდით მეგობრებო ციხეებიო განაპირას საზღვრებთან გავაკეთოთო და ის კაცი წავა იქა და ესეთ ვარიანტი შესთავაზა რომ საშუალება მივცეთ იქ მიმაგრებული იყოს ის დამნაშავე დანაშაული პატიმარი მიმაგრებული იყოს იქა ის ადგილის განვითარდება და თუ მე სასჯელს დრო რო გავა პატიმრობის მჭირვა დარჩეს კიდევ და უფრო განვითარდებაო, მაგრამ შეწარმოებდები მიაქცია ყურადღება. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ახლა ეს აზრი ახლაც განვავსოთ. თუ ჩვენ ხო ვფიქრობთ ხოლმე 1000 რაღაცეებზე და ქვეყნის მომავალზე, ხო? ასეთი პროგრამა რო გააკეთოთ ჩვენმა მთავრობამ, ნებისმიერ მთავრობა ახლა ვინც მოვა, ხო, ცუდი ნამდვილად არ არის. სასაზღვრო
მიდამოებში რაღაცნაირად ხელი შეუწყოს თავრობამ იქ სახლი აუშენოს, პატარა მეურნეობაში ხელი აუშენოს და მეურნეობაში ხელი შეუწყოს და თავისთავად პატიმარი ცოლს მოიყვანს, ბავშვებს გაზდის, ეხლა შეიძლება იქ არ დარჩეს, მაგრამ 10 კაციდან 3-4 მაინც დარჩება, იმიტომ რომ დაენანება იქ ნაშრომი, ნაცვალები და თავისთავად ის რეგიონიც განვითარდება. ცუდი აზრი ნამდვილად არ არის და ჩვენი არხიდან გამომდინარე და ჩვენ ვფიქრობთ კაცო-საკაცობრიო საქმეებზე და ერთ-ერთი აზრი ესეც არის და ჩვენს გამავითაროთ და ამაზე ბევრჯერ ვილაპარაკოთ, რომ არა თბილისში, არა რუსთავში, არა ცენტრალურ ქალაქებში, არამედ საპატიმროები გახსნან სასაზღვრო ზოლებში, მთებში განსაკუთრებით და იმ ტერიტორიასაც შევინარჩუნებთ და სამწუხაროდ იცით ხო, ეხლა რუსები გადმოდიან, ეხლა მაგალითად თუშეთისკენ, იქიდან გადმოდიან, რაჭაში გადმოდიან, ნამდვილი რაღაცა ჩვენ არ ვიცით. და ეხლა იქ რომ მოსახლეობა იქნება, უკვე მაგას ვერ გაბედავენ და როგორ ამბობენ, ცარელად მისო, ეშმაკებიცა ესა ავსებენო და ატო ეშმაკები მიუშვა ჩვენი მოსახლეობა. ის პატიმარი იქნება, დამნაშავე იქნება თუ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში არ გაუმართლა, ამით ვიცეთ საშუალება და დასახდეს იმ სასაზღვრო ზოლებში. დავით, ცუდი აზრი ნამდვილად არ არის. ის დამნაშავე ცუდია, კარგია თუ ისეთია თუ ასეთია, ის ხო ჩვენია. და სიტყვა ჩვენს რო იტყვი. ხო, კარგი გინდა მაგისთვის. არ უნდა გაარიხო. და აი გამოვიყენოთ ეს საშუალება. მაგარი აზრია. ეს პირადად ალბათ შეძლებითად ვარად ამაზე ყოველთვის ვილაპარაკეთ. და თუ რაღაცა ბერკეტები მექნა მოქმედების ბერკეტები ჩამივარ და ხელში ხო ვიმოქმედებ და ვიმოქმედებ. მოდი სიტყვა მოიტანა და ჩვენი ვიდეო ცოტა რო შევავსოთ. ერთ კითხვაზე პასუხს გავცემ, იმიტომ რომ ამდენჯერმე კითხეს მე უპასუხე, მაგრამ თან უპასუხე, თან არ უპასუხე, მაგრამ ეხლა მე ასეთი თხოვნაა, რომ ბატონო აკაკი, თქვენ ვიცით რომ ციხეში ხარ ნაჯდომი. ისე გითხარი და თუ არ მოგუხებით იქაურ ამბებს რა. ეხლა მოყოლით მე ნამდვილად ეხლა ვერ მოყვები ახლა. ეს მთელი ამბები მე ჩემ წიგნში მაქვს აღწერილი. პირველ წიგნშიც მოგზაურის დროულში და მეორე წიგნშიც ორეულში. თუ არ დაგეზარება წაიკითხეთ. და მიზეზს მაინც ვიტყვი, იმიტომ რომ ეს კითხვა რამდენჯერმე მკითხეს უკვე და არება ეხლა საჯაროდად ვიტყვი და ვიდეოსაც შევავსებ. პირველად 18 წლის ასაკში მოხდი ქართულ ციხეში. ციხე არ იყო, ეს იყო საკამოძიო, წინასწარ საკამოძიო საკანი, მომიწია 5 თვე ნახევარი ჯდომა. მოგესალმებათ, ვიცი, მაგას აქში ჯგუფები, გარჩევები და იყო ასეთი შემთხვევა, რომ ჯგუფში შევეჯახეთ ერთმანეთს გარჩევებზე და იმ ჯგუფში ადამიანი გარდაიცვალა. გარდაიცვალა კი რა მოკვდა. და ამას მოყვა მთელი გამოძიება და ერთი 6-7 ადამიანი ვიჭიქით ამ საკანში სანამ გამოიძიებდნენ ყველაფერს ბოლომდე. მოგესალმებათ, დედაჩემი პედაგოგი იყო და ამ თემაზე აი არ უნდა ლაპარაკი კატეგორიულად არ უნდა ლაპარაკი და ჩვენც ოჯახში არ ვამბობთ ამას და მე ბოლოს ციგნი რო გამოვეცი, დედაჩემი გარდაცვლილი იყო და აი მაშინ მე ეს ამბავი საჯაროდ გამოვიტანე. უბრალოდ აღწერდი საქმის ამბებს. მეორე შემთხვევა, მეორე ციხეში ჯდომა ეს უკვე მოხდა აქ ამერიკაში. ეს უკვე იყო 2000 წელს, არა 98-ში, არა 98 წელს. და ვიტყვი, რატო ვიჯექი და გაგეკვირდებათ ნარკოტიკებს. გაგეცინათ არა? ეხლა კი მეცინება, მაგრამ ვაიმე, მაშინ იყო აი საშინებება.
და გეტყვი გამოხდა. პირველად მე ჩამოვიდი ამერიკაში 98 წელს. და ისე მოხდა, რომ ცხოველად მუშაობდი, მუვინგი ხო იცით, მუვინგები რო ავეჯები რო გადააქვს, ოჯახი რო გადადის და ავეჯები რო გადააქვს ხოლმე რა. მივედით ერთ-ერთ ოჯახში, ხალემი ხო იცით, ნიუ-იორკის ეს ზანგური უბანი იყო და ვიწყეთ ამ ავეჯის გამოტანა, მანქანის დატვირთვა და ვამჩნევთ რომ კაცო ეს ნარკომანები ტრიალებენ ამ პატრონის გარშემო, მეთქი რა ხდება. და ჩემი სუპერვაიზერი იყო, იმას ვეუბნები, მეთქი ბიჭო ეს ნარკომანები ას დადიან, მეთქი აქ მეკითხები და შენი ასაკრია კაცო, მიხედე შენ საქმეს. ნუ გაი მივხედე და დავტვირთეთ ეს მანქანა. ნიუ-ჯერსი გადადიოდა რა ეს ოჯახი. და როგორც კი გადავედით ვაშინგტონის ხიდი, ფორტლი არ არის მაგ დასახლება, და უცბად პოლიცია მოვარდა, უყარეს ეს ჩვენი ძღოლია, ჩემი სუპერვაიზერი და დაიწყეს ძაღლი ყავდა, და დაიწყო ამ ძაღლმა ნოსვა, თავი მთელი ამბები. ესე იგი, რო იწყდა კედეთა მიგვაყენეს ამ ახალ კედეთა და უცბად ვაკვირდები და ძაღლი მივიდა. აი ხა ხო ვზივარაგ ეს კამზე. და მივიდა პოლიცია და სკამის ხوارი ქვემოდან გამოიტანა 9 კილოგრამი ჰეროინი. 9 კილოგრამი, მეგობრებო. მეთქი, აი ფერი წამივიდა, გავგიჟდი და მეთქი ეს რა არის და პოლიციელი მაჩვენებდა. ესო რა არისო, მე მეუბნები, მეთქი არ ვიცი. როგორ არ იციო? უკვე ისე ოჯახ წაგლობანეს და ორი თვე ნახევარი ხეხე ტრაიბორის ახლა კენედის ხიდია გვერდზე არის აი ვინც მანჰეტენზე ვინც ნიუ-იორკში დადის ტაქსაურს აი გვერდზე არის აქვე იმას ციხეა რა ფედერალურ ციხეს ეძახიან და აი გავატარე ორი თვე ნახევარი იქ გატარებული დრო აღწერილი მაქვს ორეულში. ხარა იმაშიც მაგარწერილი და ვიძიაჯო და ამის და მაგვარი ტიპები რო არიან, ის თელი ყველაფერი იქ დავამუღა. ერთ სიტყვით რა მოხდა მეგობრებო? კითხებოდნენ პოლიციაში და დაკითხვაზე ეს ნარკოტიკებზე. ეხლა მე ნარკოტიკი სიგარეტს არ ვეწეოდი და ისა და ბიჭო აი დამამტკიცებელი ვიცი თუ რომ შენ არ ახარო დამნაშავეო გამოძიებდეს მეუბნები, მაგრამ დამამტკიცებელი საბუთი არ აქვს. იძახი შენი, ვიცით რომ შენი არ არისო, მაგრამ ეს საიდან ეს შენ მანქანაში როგორ მოხდა? ამ 9 კილოგრამი ჰეროინი, ეს ამხელაკნია 9 კილოგრამი ჰეროინი კი იქნებოდა $100,000 რაღაცა, ხო საკუთი. მაგრამ ძალიან კარგად მეკცევნე განა ზედმეტ ვინ, ეხა ისედაც ამერიკაში ზედმეტ ვინ გეტყვის რაღაცა, მაგრამ ვიცი ეს იურიდიული ხალხია და ყველაფერი საფუთებით უნდა გქონდეს, ფაქტები, მაგალითები და ვერ ამტკიცებთ. აი რაღაცა მოვახერხეო და მეთქი რა მოვახერხო, ჩემი არ არის. ეს არა ფაქტები არა გაქვს და ის არა გაქვს. კიდე ასე ილაპარაკე და კიდე ისე ილაპარაკე. ეხლა კი ვიცინი და რაღაც ტკბილად მაგონდება ისინი ეს ამბები, მაგრამ მაშინ აი ძალიან გამწარდი. ეს დედაჩემს რო გაიგო ხო არ ვიცი რა, სასწაული. და რა მოხდა მეგობრებო, ხო არ დავამთავრე. ესე იგი ჩვენ გადაყვადა ნარკოდილერის ოჯახი. არ ვიცი, ჩემი მანქანა რატომ მოეწონა და მე რატომ მოეწონა და ამან ჩუმად ამ ეს პაკეტი ამ ჰეროინის პაკეტი სკამის ქვეშ ჩუმად შემოაპარა. ნუ გადატანა უნდა რა. და შევჭით ჩვენ და მე დეჩემს მეგობარი ქალბატონი აი ნაციონალი აი ვინც ბრაიტონზე ცხოვრობს იქ იყო რესტორანი ნაციონალი. ეხლა იმ დღეს ორი დამწყდა უკვე აღარ არის დაანგრიეს და მაღაზია გახსნეს და იმის უფროსი იყო ჩემი ქალბატონი დეჩემს მეგობარი იყო მასწავლებელი იყო და მე აქ წამოვიდა და გარდაიცვალა სამწუხაროდ და ამ რესტორნის მმართველი იყო. ქალბატონი ჩაერია ჩემ გადასარჩენად ადვოკატები დაიქირავა, ვინ არ დაიქირავა, ჰაი, ხო მთელი ამბები ეს ვიცით რა, ძალიან ისეთი ბიუროკრატიული და ძალიან ძიმე თემაა და ძიმის გარდა კიდევ ფულიანია რა, ნუ
ფული უნდა გადაუხადო იმ ადვოკატს იქ ვინ უკიდებს ხელს და რა ვიცი აი ვემადლიერები რა კალბატონისს ძალიან აი ისეთი საქმე გამიკეთა რომ არ ვიცი აი მის შვილებს და აი სიკვდილამდე მთელი ცხოვრება ვიქნები მადლიერი და იქირავა ეს ადვოკატები და წავიდა მე იცებო რომ მეც წეღანაც რო თქვი ნარკოტიკები კი არა სიგარეტს არ ვეწეოდი და ყოველთვის სპორტულ ცხოვრებას და რა ვიცი შეჯიბრებებს და ყველანაირად ვცდილობდი რომ ჯანმრთელი ცხოვრება შევენარჩუნებინა და მონაცემები თბილისიდან, იქიდან, აქიდან უაგზავნინეს და ეს ცოტა დაბყოლება გახდა. ეხლა მე იცით ხო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ვიყავი სპორტიდან, იქ მედლები მქონდა, სპორტ კომიტეტი ჩამიდგა სათავეში, იქ ეზობლები ჩამიდგეს სათავეში, სკოლი და რეკომენდაციები რაღაც სასწაული, მაგრამ ეს ციხეში რო ვიჯექი, ეს ამან დააბყოლა რა. იქ კი ვიჯექი დამნაშავედ არავინ არ გამომიყვანა, არ ვიყავი მე დამნაშავე, მაგრამ აი მაგ საკითხმა რომ აი რა უნდა და 6-5 თვეს რა ქვია საკანში, ესე იგი იურისპრუდენციაში ფაქტები და არგუმენტებია საჭირო. აი კარგი ბიჭი ხარ, ცუდი ბიჭი ხარ, მართალი ხარ, არა ხარ მართალი, ყველაფერი ფაქტები და აი მაგაზე მიდიოდა ძალიან დიდი აი როგორც მე მითხრა, აი ძალიან დიდი ბრძოლა, მაგრამ ადვოკატმა ივაშკაცა და ეს ლაქა თუ როგორ ვთქვა ეს ლაქა ამ ლაქამ იმ საქმეზე არ იმოქმედა. ეს სიტყვით მომართია 2 თვე ნახევრის შემდეგ გამოვედი სვაბოდაზე თავისუფლებაზე. ეს ამბები აღწერილი მაქვს ჩემს ორივე წიგნში. ასე რომ მეგობრებო, რაც სულთაც არ ყოფილა ხო თქვენი მონამორჩილი. ერთი დაждდება მაკლია, ერთი დაждდება და უკვე რეციდივისტი გამო. რა თქმა უნდა ხო. აი ამით გიპასუხეთ ეს ჩემი რატო დავჭიქი, რატო ვიჭიქი ციხეში ორჯერ, აი ვიდეოთი გიპასუხეთ ჩემო მეგობრებო. რაღაც ეს მოგონებება რაღაც სევდაში გადამიყვანა. ამდენი ადამიანი ხა იმ ქალბატონმა აი რაღაც სევდა მომაწვა სევდა. ეთქობა მაინც არსოს რო ეხშენებ რაღაცა ისეთი მომენტები გქონდეს რომ არავში თქვენ ხო მორწმუნე ხალხი ვართ და სული ყოველთვის უხტავია და მადლობა ყველა იმ ადამიანებს ვინც ჩვენთვის კარგი გააკეთა ატაკვა ცხოვრების გზაზე დაგვაყენა და უბრალოდ გული წდება ხოლმე რომ ზოგჯერ ისე გადის პერიოდი რომ მადლობის თქმის ვერ ამბობ მადლობას ვერ ეუბნები ისე რომ საკადრისად რაც იმსახურებს ადამიანი და რატო თქვენ და რატო მომაწვა რა აი დღესაც დილით რო ავდექი ფიქრობდი მეთქი რა არის ეს ჩვენი ცხოვრება ვითომ რაღაცას აკეთებ და მაგრამ საბოლოო ჯამში რისკები მყავს საუბარი რომ კარგი უნდა აკეთო რა კარგი სხვა არაფერი არ შეგჩება და უბრალოდ აი ამდენ ადამიანს აქვია ჩვენ ცხოვრებაში კარგი გაკეთებული და მადლობა გიგვაქვს ნათქვამი, მაგრამ ის სათანადო მადლობა რა გვაქვს ნათქვამი მათთვის. და მომენტებში ფიქრობ, ერთი ყურადღება მიმექცე, უფრო მეტი გამეკეთებინა, უფრო მეტი მოფერებოდი ადამიანს. და გაირგვის უცბად ეს დრო და მე ფიქრობ, რატო არ გავაკეთე ეს, რატო არ უთხარი ის საყურადღებო და ისეული მადლობა, რასაც ის იმსახურებდა. ასე რომ მეგობრებო, მოდი სანამ ცოცხლები ვართ და სანამ აზროვნება შეგვიძლია, ერთმანეთს მოვეფიროთ, მოვისიყვარულოთ და ყოველი კარგი საქმე გაუფასოთ ერთმანეთს. კარგითა მეგობრებო, ცოტა სევდა მომაწვა, მაგრამ არავის. შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში, იმედია შევხვდებით და გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა და მე კიდევ ყველას გისურვებ წარმატებას, ბედნიერებას და ბევრ კარგ ადამიანთა შეხვედრას და იმ კარგ ადამიანებისთვის მადლობის არ დაგუწევთ.